ჩვენ ამ წუთისთვის ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის მთავარი გამზირის კვეთაზე ვიმყოფებით. ჩემს უკან მოჩანს მოშორებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. მეგრელების, იმერლების, რაჭველების და სვანების შემდგომ უკვე დღეს კახელების მარშის დღე დადგა. კახელები ერეკლე მეორის მოედნიდან დაიძრნენ და მათი მარშრუტი ასეთი იყო. ისინი წამოვიდნენ სანაპიროს მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად გადაკეტეს მათ სანაპიროზე მოძრაობა. ძალიან ბევრი კახელი ჩაერთო ამ საპროტესტო მარშში. ისინი ბანერებით, სასტვენებით და სხვადასხვა ასე ვთქვათ წარწერებით იმყოფებოდნენ როგორც სახუმარო, ასევე გამაფრთხილებელი ნიშნებით ჩვენი ხელისუფლების მიმართ. შემდეგ მათ გადმოინაცვლეს იუსტიციის სახლისკენ, ხოლო იუსტიციის სახლიდან უკვე ორბელიანების მოედნის გავლით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან მივიდნენ, სადაც რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათ მიესალმა, პირადად გამოვიდა ხალხში და ქართული ოცნების მიერ ორბელიანების მოედანზე გაშლილი სახალხო სოფლის ერთ-ერთ სცენაზე ასვლა განიზრახა და სწორედ იქედან ხალხისთვის მიმართვა, თუმცა იქ მყოფმა ამ კონცერტისა და სხვა კონცერტის ორგანიზატორებმა მას არ მისცეს ამის უფლება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი რა თქმა უნდა ხალხში მოძრაობდა და ხალხს ესაუბრებოდა, ხოლო ამის შემდეგ კი კახელები უკვე დაიძრნენ 9 აპრილისა და ჭანტურიას ქუჩის გავლით და შემოუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მთავარ აქციას, რომელიც უკვე 25 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. ჩვენ ახლა შეგვიძლია აქციაზე მყოფი კახელების კომენტარები მოვისმინოთ. თამდე ადვილი იყო. ეხა ყველაფერი იცის, იმდენად ცხადია, იმდენად ნათელია, თვითონაც ხვდებიან რა, ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც არის რომ გამოდიან და უკვე თავს იზიანებენ, იმდენად აბსურდს ლაპარაკობენ, აღარ დარჩათ სივრცე რომ რაღაცა манипуляციები გააკეთონ, რაღაცა ლავირება გააკეთონ, ამიტომ ჩიხში არიან და იგონებენ იმას, რაც ეგრევე ადგებათ პირზე. პირველ რიგში მოთხოვნა ნათელი არის, უკვე მე რამდენი დღეა ჩვენ ამას ვამბობთ, გათავისუფლდეს რეჟიმის ტყვეები და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ცხადია, დღეს შემოუერთდი კახელების მარშს, ხედავთ რამდენი ხალხია, მივიღეთ დღეს ისეთი რამ, რომ პრეზიდენტს დაუშალეს სცენა და არ მისცეს საზოგადოებასთან მიმართვის საშუალება და ველოდებით იმედია გამოვა და მოგმართავს და რაღაცას ერთად მივახტევთ იმ გამარჯვებას, რაც დავისახეთ მიზნად. გუშინ იყო ძალიან მასშტაბური პროტესტი და ამ საღამოს იქნება იგივე. და ნელ-ნელა მივიდივართ იმ ზღვარზე, რომ ჩამოიშლება ეს მთავრობა, ჩამოიშლება ეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩამოიშლება ეს არალეგიტიმური პარლამენტი და მე მივალთ, რაც არის აუცილებელი ჩვენი მომავალ არჩევნებზე. ეს არის მთავარი. ქალაქის მთავარ გამზირს დროდადრო უერთდება სხვადასხვა მარში, სხვადასხვა პროფესიისა თუ სხვადასხვა რეგიონებიდან მოსული, ასე ვთქვათ, მარშები. ისინი როგორც აქამდე აპროტესტებენ ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში. მათი მთავარი მოთხოვნა არის გაათავისუფლონ ის პიროვნებები, რომლებიც ამ პერიოდში აქციების დროს დაიჭირეს და ასევე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ეს არჩევნები რა თქმა უნდა ჩატარდეს სრულიად სამართლიან გარემოში. რუსთაველის გამზირზე კი ამ წუთისთვის ასეთი სიტუაციაა, გზა რა თქმა უნდა გადაკეტილია. შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის მოედნიდან მოდის ხალხი და გზად ხალხის ნაკადი არ წყდება. მე ახლა ვხედავ კიდევ ერთი მარში მოემართება ამ წუთას ზუსტად რუსთაველის საკანონმდებლო ორგანოსკენ. შეიძლება ითქვას, რომ ჭანტურიას ქუჩისა და ქალაქის მთავარი გამზირის კვეთაზე ამ წუთისთვის საპოლიციო დაჯგუფებები არ შეინიშნება, თუმცა რამდენიმე სასტრაფო დახმარების მანქანა დგას